მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ კონსერვატორიას ვაგრძელებთ და საინტერესო კვირა იყო. მოდით უცხოეთის ამბებიდან დავიწყოთ. ტრამპი ჩავიდა ჩინეთში და ეს კი არ არის ყველაზე უცნაური და მნიშვნელოვანი. ვინ ჩაიყვანა? აი ეს არის თავარი. ეს ხალხი ვინც ჩაიყვანა, ეს არის ამერიკული ბიზნესის დედა და მამა. მე მგონი მარტო სოფლიო ბიზნესის ალბათ. ხო, უკვე ეგრე არის. ცუკერბერგი არ იყო მისი მოადგილე იყო და დანარჩენი ყველა იყო იქ ჩასული და ნუ რა უნდა, ფული ისევ, გარიგებები, ლითონები და ასე შემდეგ. ეს უნდა ტრამპს. მოდით ამაზე ვისაუბროთ. სრულდება თუ არა კონფლიქტები, თუ ტაივანზეც ილაპარაკეს, უკრაინაზეც ილაპარაკეს, სრულდება თუ არა კონფლიქტები, სრულდება თუ არა გადანაწილება მსოფლიო ანუ და გადადის თუ არა ძალიან პრაგმატულ მერკანტილურ ურთიერთობაში დეიდეოლოგიზებულ მდგომარეობაში პლანეტა. რატომ არა? პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ჩემი აზრით და ეს არა მხოლოდ ჩემი აზრი არის, ასე არის ამერიკელი ექსპერტების აზრით, ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს ითამაშოს რაღაც მერკანტილური ინტერესებზე მორგებული სამყაროს თამაშის წესები, როდესაც ეს თემა ეხლა არ არის აქტუალური რა. იდეაში მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ძალიან პრაგმატული სახელმწიფოა, ჩემი აზრით ჩინეთს ტაივანის პრობლემა ანუ არ მოგვარდება იმით, რომ იქ ამერიკელი დასახელდა სიმ უთხრა დონალდ ტრამპს, რომ აი ეს პრობლემებიო შეჯახებამდეც კი შეგვიძლია მივიდეთ, მაგრამ ჯობია რომ მოლაპარაკებით მოვაგვაროთო და შენ არ მოგვარდება. მაგრამ მან ერთი მსხრივ არის ის, რომ ყველამ მიხვდა, რომ ტრამპის ეს მთელი ეს მერკანტილური ბიზნესზე ორიენტირებული რაღაცეები ყოველთავარი არის, ტრამპი არის გადამგდები. რაც ყველაზე სამწუხაროა რა, იმიტომ რომ და ყველამ ნახა რომ იგივე ირანთან მიმართებაში, როდესაც მთელი თვის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა და შემდეგ ვისაც ელაპარაკებოდა ისინი დახოცა ეს არ წარმოქმნებს გასაგები არგუმენტი თხოვთ? ხო. ესე იგი, თავარი მომენტი რაც არის ახლა, არის ის რომ პირველი ამერიკული პოლიტიკური ელიტა ჩვენ თუ შევხედოთ ტრამპსაც არის მაინც ძველი ეკონომიკური სკოლის მატარებელი. მას მიაჩნია რომ აი ეს რაღაცა ძველი ამერიკული იზოლაციონიზმი, როდესაც ამერიკა ჩაკეტილი იყო და როდესაც ამერიკა სწრაფად იზრდებოდა მართლა ეკონომიკურად. ეს პირველ მსოფლიო ომის მერე, მეორე მსოფლიო ომის აი ეს პერიოდი მას გონია რომ ეს გამოადგება. სიამოვნებაში დღევანდელ სამყარო აბსოლუტურად განსხვავებულია და ეკონომიკური გამოწვევები არის აბსოლუტურად განსხვავებული. დღეს არათუ ესეთი იზოლაციონიზმით ვერაფერს ვერ მიაღწევს, არამედ პირიქით ეს აზარელებს თავად ამერიკას, იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო, მაშინ საერთაშორისო ვალუტა იყო ფუნტ სტერლინგი და არ იყო დოლარი, ანუ საფინანსო ცენტრი იყო ლონდონი და არა ნიუ-იორკი. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული მომენტია. დღეს ამერიკა საერთაშორისო ჭირდება, რომ ყველა ამ სავაჭრო გლობალურ სისტემაში კვლავ შეენარჩუნოს დოლარი. ის ცდილობს, რომ ამ დოლარის შენარჩუნებით თუნდაც რაღაცა ეხლა უკვე სუსტი პოზიციები აქვს ირანის შემდეგ, თუნდაც დათმოს საკუთარი გეოპოლიტიკური რაღაცა ინტერესები, მაგრამ ესე იგი შეენარჩუნოს დოლარის ჰეგემონია. უნდა ითქვას, რომ ჩვენ კი ვსაუბრობდით რამოდენიმე გადაცემის წინ დედოლარიზაციაზე, მაგრამ დედოლარიზაცია ჯერჯერობით თავად დიდ სახელმწიფოებს, როგორიცაა ჩინეთი, არ აწყობს ჯერჯერობით. ამას აქვს ობიექტური მიზეზები, იმიტომ რომ ერთ-ერთი ესე იგი თავარი ინვესტორი დოლარის არის ჩინეთი. დოლარი დგას რამოდენიმე ცეცხლზე, ერთ-ერთი არის იაპონია და მეორე არის ჩინეთი. ანუ ძალიან ბევრი ფასიანი გაყალდები აქვს ორივე. შესაბამისად ჩინეთი დაკარგავს ამ პოზიციას. ჩინეთი დაკარგავს დოლარის დაკარგვით დიდ სარგებელს. მაგრამ მეორე მხრივ არსებობს ძალიან კონკრეტული გეოპოლიტიკური ამოცანები, ესა ტაივანი. ჩვენ შევხედოთ ამერიკის პოზიციიდან ტაივანის დაკარგვა, პრაქტიკულად ეს არ არის რაღაცა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ზრა მართვის. დანაკლისი. კი, გარდა პრესტიჟულის. პრესტიჟული რამბოთ არის. ჩიპებს ისედაც გაყიდიან და ასე. არა, ჩიპების ქარხანა პრაქტიკულად უკვე გადატანის პროცესში არის. ეს
უკვე ბაიდენის პერიოდიდან დაიწყო და დღეს უკვე მიმდინარეობს. აშენებენ ალბათ ამერიკაში. ანუ ამის გადატანას არაფერი არ უნდა და ამას ალბათ საბოლოოდ მე ვფიქრობ, რომ აი ეს კონფლიქტი ალბათ დაიწყება, როდესაც საბოლოოდ გადაიტანენ ამ ჩიპების ქარხანას. თუ რამე დაიწყება ტაივანში დაიწყება ამის შემდეგ, მხოლოდ ამის შემდეგ. მაგრამ თავი მომენტი არის ის, რომ აი მომავალი ამერიკის ესე იგი გეოპოლიტიკური არქიტექტურა რა უნდა იყოს გაუგებარი. არის არსებობდა გეგმა, ხო? ეს გეგმა იყო ის, რომ ჩვენ ხელთ ვიგდებთ ჩინის ირანს, უკეტავთ მნიშვნელოვან საგზაო რესურსებს ჩინეთს იზოლაციაში ვამყოფებთ, ასევე რუსეთს დიდ პრობლემებს უქმნით სამხრეთიდან და რუსეთს ექნებოდა პრობლემა დასავლეთის მიმართულებით და სამხრეთის მიმართულებით. ჩავარდა ეს პროექტი და დღეს ჩინის შეერთებული შტატები არის საკმაოდ სუსტ პოზიციაზე, ვიდრე ეს იყო ირანამდე. ეხლა შეერთებულ შტატებს ჭირდება რაღაცნაირად კომპენსაცია. და ეს კომპენსაცია ჩემი აზრით არის ის, რომ მან უნდა აჩვენოს, რომ მას შეუძლია დიდ მოთამაშეებთან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების დადება. ეს ტრამპი როგორც მე ისეთი სატელევიზიო ფიგურა, ამას გაყიდვის როგორც ამერიკული წარმატებად, მაგრამ სიამდვილეში ეს იქნება გარკვეულწილად დროის მოგების და გარკვეულწილად მთელი რიგი დათბობის ხარჯები. ამასობაში უნდა უკრაინის დამთავრებაც. და ჩვენ დაგვაუწყდეს. შემთხვევითი არ არის, რომ ბიზნეს ელიტის ჩავიდა. რატომ ჩავიდა? ეს ნიშნავს იმას, რომ ის სანქციები, რითიც აშენებდა აქამდე ჩინეთს, ეს სანქციები სავარაუდოდ უნდა მოიხსნას. და ეს ძალიან ესეთი დათმობა, იმიტომ ტრამპი სხვა დაპირებით მოვიდა. ტრამპი მოვიდა იმ დაპირებით ჩინეთის დამარცხებით. ჩინეთის ეკონომიკური იზოლაციის და სავაჭრო ომებით. და ეს ეხლამდელი ნაბიჯი არის ამის აბსოლუტურად საწინააღმდეგო. გასაგებია თქვენ? ხო, მეც ვიტყვი ესე, რომ პირველ რიგში რაც ზედაპირზე გამოჩნდა ახლა სამ სიღრმეებში შევალთ არის ის, რომ განსხვავებით სხვა ლიდერებისგან, რომელსაც თუ ესე ვთქვათ, ეხადავებოდა ტრამპი იგივე რა ვიცი, აი გერმანიის ის კანცლერს და სხვებს და აგდებულად ელაპარაკებოდა, აქ ჩანდა რომ რაღაცა ტიპის ტოლძალოვნებასთან გვაქვს საქმე, ну, როგორც მინიმუმ ტოლძალოვნებასთან. მეორე მომენტი, რაც მნიშვნელოვანი იყო, ეს იყო სი ძინპინის ნათქვამი, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთო, რომ თუ კი დიდეს მახე ავიცილოთ თავიდანო, ხო? თუ კი დიდეს მახე არის, ასე ვთქვათ, როდესაც ერთი იმპერია სუსტდება, მეორე ძლიერდება და ამათი ჯახი გარდაუვალია. ამითი ერთი მხრივ სი ძინპინი აღიარებს, რომ ჩვენ ძლიერდებით და თქვენ სუსტებით და ჩვენ როგორც ჩინეთს არ გვინდა თქვენთან ჯახი და მოდი ჩემთან დალაგდი თუ გინდა. თუ არა და დაჯახებისთვის მზად ვარ. მე ესე ამოვიკითხე. კიდე ერთი მომენტი, ტრამპის ირანის კამპანია რაც ადრე ვთქვით, იყო იმისთვის, რომ ჩინეთში მომხდარიყო, ჩინეთისთვის იყო ეს კამპანია, რომ რაღაც მისულიყო, რაღაც ჯოკერით მისულიყო მოლაპარაკების მაგითასთან, მაგრამ მივიდა პირობითად რაღაც ორვიან აგურით პირობითად ესე ხატოვნად ვთქვა ძალიან დაბალი რანგი ხო არა ხო ვერ ჩაიგდო იქ იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ირანი არის ექსპორტიორი ჩინეთში მე შეგახსენებთ რომ ტრამპმა ვიზიტამდე ცოტა ადრე გამოაქვეყნა თავის სოციალურ ქსელში რუკა სადაც 56 სტატი უწოდა ვენესუელას. ეს უკვე კანადის შემთხვევაში იყო და გამეორება გამოსდის რა. და კიდე ეს რაც შეეხება იმ ტექნოგიგანტებს, იგივე ტესლა და სხვები, მართალია ტესლა პირობითად ეს რაც არის ხო, ეს ელონ მასკის ის მართალია თვითონ პროტექციონისტული სქემები აქვს, რა თქვა, BYD-დან კონკურენციისგან დაიცვას, მაგრამ 50% მაინც ჩინეთში იწარმოება. ანუ ამ ტექნოგიგანტებს უნდათ პირდაპირ სი ძინპინთან დალაგება, იმიტომ რომ არის ბაზარი დიდი და ჩინეთი იმდენად აღარ არის ამერიკულ ბაზარზე დამოკიდებული, იმიტომ რომ აღარ არის მთავარი ბაზარი ჩინური პროდუქტებისთვის, ანუ პირველ ადგილზე აღარ არის და არის გეოგრაფიული აზიანის, ანუ სამხრეთ აზიული ქვეყნები არის ახლა ჩინეთისთვის მთავარი ბაზარი და აქედან არის გამომდინარე ის, რომ ჩინეთი არის უფრო კონკურენტული უპირატესობის პოზიციიდან ელაპარაკება, თუმცა მას ცხადია ჭირდება რაღაცეებში ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებს უფრო ჭირდება იგივე ეს ბომბდამშენები და ასე შემდეგ, ამ ჩინეთი რასაც მოიპოვებს ამ წიაღისეულს ამაზეა დამოკიდებული და ამ თელი ახალი თაობის აკუმულატორები, ახალი თაობის კი ბატონო, ანუ ეს ყველაფერი AI კომპიუტერები თავიდან ბოლომდე სუბუქ მეტალებზე არის დამოკიდებული. რასაც ჩემი ასე ვთქვათ, პასუხის დასაწყისში ვთქვით, რომ რატო იყო ტრამპი ესეთი რაღაც დილო თუ ჩვენ ტრამპს ვიცნობთ, რომ აი ეს არის რაღაც ვინ უჯდენად. ხო, ვინ უჯდენად მოუწევს, მას შეძლებია. შენ ამბობ, რომ სი ძინპინისთვის უფრო წარმატებული იყო. კი, მე ესე მგონია, თუმცა დროც გვაჩვენებს რა და როგორ იყო.
ახლა უკვე დღევანდელი მოცემულობით სადავო აღარც არაფერია, რომ აი მაგალითად უკვე ჩინეთი არის მსოფლიო წესრიგის გამსაზღვრელი. აი ეს რაღაც ერთპიროვნული მართლობა, რასაც ერქვა შეერთებული შტატების დამთავრდა ფაქტიურად და ეს გამოჩნდა მანამდე სანამ ჩავიდოდა თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ კანადის პრემიერიდან დაწყებული თითქმის ყველა ძლიერი ეკონომიკა გინდა დავარქვათ ქვეყნების აგერ არის ევროკავშირის დიდი ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და გადაწყვეტილების მიღები პირები სულ ყველა საერთოდ იყვნენ ჩალაგებულები იმაში რა ჩინეთში. იმიტომ რომ ჭირდებათ ყველა ანუ ვისაც რაღაცა უნარი აქვს შერჩენი პრაგმატულად ვინც აზროვნებს ყველა მიცის რომ დღესვე რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყო ურთიერთობა ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობა. სხვა შემთხვევაში გამორიცხულია შენი გეგმები ააწყო როგორც ეს დღევანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობა გვაძლევს საშუალებას. ხო ეს არის აი ძალიან მარტივი არის რა ორჯერ ორია. ხო და ვერც შეერთებული შტატები გაექცეოდა ამ მოცემულობას გამორიცხულია ხო ეკონომიკური განვითარება ჭირდება ანუ ხანდახან არის ჩათრევას რო ჩაყოლა და ანუ სარგებელი რო უნდა მიიღო. ანუ ჩინეთის ეკონომიკა იმ დონეზე ვითარდება ერთი რომ მაგალითად თუ მიუშვებს და ევროკავშირთან მიცემს საშუალებას რომ ჩინეთმა მასთან ერთად განავითაროს ეკონომიკა სულაც არ აწყობს ევროკავშირის ეკონომიკის განვითარება დღევანდელ არა რა თქმა უნდა შეერთებულ შტატებს შესაბამისად ისედაც და პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მას ძალიან ჭირდება ჩინეთთან თანამშრომლობა ძალიან და შემთხვევითი არა როგორც ამოვდით თუ ვინმე გიგანტი ბიზნესის წარმომადგენელი ტექნოლოგიური კომპანიები ბანკები დიდი Nvidia მათ შორის ჩიპები Nvidia ჩიპები ყველა იმიტომ რომ მომპოვებელიც ჩინეთია და არ დაგვაუშვეს რომ გადამუშავებაც უკვე მათ ჩინეთია 80-90%-ის წარმოება გადამუშავებები თლიანად ჩინეთის ხელშია შესაბამისად მასთან ურთიერთობა აუცილებლად ჭირდებოდა ხა ჩვენაც არ უნდა თავი მოვიტყუოთ რამოდენი ხანიც უნდა მაგალითად ეთამაშა პროქსი ქვეყნების გამოყენებით თუნდაც აგერ ირანი ხო ერთადერთი თავდაცვის ის რო გააკეთეს რა ქვია შარშან შექმნეს ხო სახელმწიფო თავდაცვის დოკუმენტი რო შეიქმნა იქ წერია რომ პირველი მათი ასე ვთქვათ ტერი მოწინააღმდეგე არის ნომერ პირველი მოწინააღმდეგე არის ჩინეთი რუსეთმა გადაიწია უკვე სხვა პლანზე ანუ თუ მოწინააღმდეგეა ესე იგი სხვანაირად დაიწყო ურთიერთობა მაგრამ თქვენი თქმისა არ იყოს საბოლოო ჯამში მივიდა იქამდე რომ ისე უნდა ელაპარაკოს როგორც მისი ქვეყნის ინტერესებს ჭირდება მას ჭირდება ნიშნულობა არ აქვს ეხა გასაგებია რომ ბიზნესმენია და იმ კუთხით რომ შევხედავთ რომ მე ასე მგონია რომ ახან ეხა ეს ბიზნესმენები ჩაიყვანა მარტო ბიზნეს ინტერესები აქვს მარტო ბიზნეს ინტერესები არაფერი შუაშია ქვეყნის განვითარება ანუ აქედან დასკვნა რომ ჩინეთი არის ის სახელმწიფო რომელიც თითქმის დამოკიდებულია სოფლიოს გიგანტი ქვეყნების ეკონომიკების დიდი ნაწილი და ჩამოკიდებულები არიან მასზე და ამ დროს რა ხდება ჩვენთან საჩვენთან საქართველოში ჩვენ როგორც ზოგიერთი ამერიკელი მათი მფარველი და ეს ჯოულსონი ვარსავსახელ შეგნებულად არ ვასახელებ კიდევ გააგრძელებს და ანუ ჩვენი ასე თქვა ჩინური გავლენის ქვეყანა ვარ ჩინური ირანული და დღეს ეს ხალხი გაიძახის რომ ირანს ვამალაგებთ თურმე როგორ შეიძლება რომ ჩვენ ჩინეთთან კონდეს ურთიერთობა გქონდეს აი კომუნისტურ პარტიას პარტიიდან ვამალაგებთ ისეთი ჟესტები გააკეთა შეიძლება გამოქვეყნებული არც არის იმან რა ქვია ამერიკის პრეზიდენტი ტრამპმა რომ გაუცებულების კიდევ ეხქვეშ გაეგო ასმერსაც კი არასვავს წვეთს არასვავს შამპანიური დალია და დალია კიდევაც სი ჯინპინის სადღეგრძე რომ რასაც ვქე დალია კი აბა ისე ვერაცი ხო და ასე დალია არა მარტო მიუჭახულა იმ დონეზე მივიდა რომ აი შენს იქით გზა რო აღარა მაქვს და შეეგრევა და ეგრეც არის აქებდა რამშვენიერი ქვეყანა რამშვენიერი დარბაზია რამშვენიერი ბაღია დადიოდა აქტუალურად იყო მაგრამ ის რომ გადამგდებია და ტყუილები უყვარს ახლა
სი ძინპინმა ჩვენზე უკეთესად იცის. რა თქმა უნდა. ცოტა ხნის წინ სი ძინპინზე ამბობდა, რომ როგორი დიქტატორი ისეთი მართველია, რაღაცა დიქტატორის ფორმულირება ქონდა. ეხლა ჩავიდა მასთან ამაზე საუკეთესო მართველი თურმე არ არსებობს. ეგ არ უჭირს ტრამპს. ასე შემდეგ. ხო, იმას არ უჭირს, მაგრამ არც სხვას არ უჭირს, მაგრამ გაშიფრა და გაგება როგორ უნდა დაახტნენ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სწორია მისი ქმედება და ასე კი რა თქმა უნდა და ასევე სწორია იმ ევროპის ქვეყნების ლიდერების ქმედებაც, რომლებმაც დაიწყეს რაღაცა ურთიერთობების აწყობა და გადაწყობა სხვა გზაზე. სადაც აუცილებლად შუადერეფანი იქნება და სადაც ჩვენ აუცილებლად მათთვის ვიქნებით დღის წესრიგში. ჩინეთსაც თავი მიაჩნია და არის კიდევაც პოლუსად, სოფლიო პოლუსად და როცა უჭირთ ხოლმე ურთიერთობა მათთან, ქედმაღალი ევროპელები მერე უწუნებენ ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, ვთები, აი რა სიგიჟე არის რა და ნუ არიან ეს. ეხლა კარგად გაიხსენე აქაური ამბები. მოხდა ისე რომ მოლდავეთმა გენაცვალე, მოლდავეთი ხო იცი სადაც არის და როგორი ქვეყანაა, ესეთის წევრი, რუმინეთია იგივე, რუმინელები აკონტროლებენ იქ პარლამენტის არჩევნებს, პრეზიდენტის არჩევნებს. გაგაუზიის ლიდერი, გაგაუზი არის პატარა ავტონომია, სადაც მუსულმანები ცხოვრობენ. იცით რომ მოლდავის ძალიან დიდი ნაწილი თურქეთის იმპერიას ხონდა საუკუნეების მანძილზე დაყრდნობილი და აი გაგაუზიის ხელმძღვანელი შინაპატიმრობაში ყავს მაია სანუსის ქალია. არჩევნების წინ, არჩევნების წინ დოდონიც ხო ყავდა. დოდონიც ხო და მოკლედ მედია დახურა გენაცვალე, მაგრამ ამავე დროს ესენგეშია. ხო. ანუ არჩევნები დაიხმარა უცხოელები. მაგრამ მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. თავარია რომ ესენგეს წევრი, აი ისიც უნდა და ესეც. სატელევიზიო ეთერი არ მაძლევს იმ რუსული ანდაზის დეკლარირებას, მაგრამ ეგრეა. თევზზე და ასე თქვა დაждომაზე რო არის, მაგრამ ეს უნდა რა და ეს არ გამოდის. აი ბევრი ეცადა, მაგრამ აი არ გამოდის. ბევრმა ეცადა, ბევრმა სოფლიო ლიდერმა. აი ეს ქვეყანა ბედავს და აი ეს რაღაცას აკეთებს. არ გვიშვებს რაღაც ხონიზებას, რა მნიშვნელობა აქვს. აი ეს რა არის, აი კი დაუშვათ ჩვენი ხელისუფლება ნაბიჯებს დგავს და ვიღაცა შეიძლება მეც რა თქმა უნდა მიესალმება, მაგრამ ჩვენთვის როგორც პოზიტივის წევრებისთვის ხო ეს არის აი როგორი აღმაშფოთებელი საერთოდ მაგათთან და დანახვა და ურთიერთობა. ანუ რაღაცა იდიოტური სანქციები წაიკითხეს ეს ინგლისური და შემდეგ მოლდოვაში გამოიყენეს, ხო ხტები არის მოლდოვაში. ჩვენ სხვა ქვეყნებში სიარულის პრობლემა არ გვაქვს. მაინდა-მაინც მოლდოვა. და ნუ ის საქციელიც იმედს გაუკეთეს ევროპარლამენტის შენობაში გადაადგილება აუგზავნეს, ესეც არ არის მაინდა-მაინც მეგობრული. და უნდა გენახათ როგორი აღთხოვანება გამოიწვია ამან აი ამ საცოდავებში. ძალიან მოკლე იყო ეს აღთხოვანება. რითი არის გამოწვეული გააქტიურება აი ამ მეორე ხარისხოვანი ეგრეთ წოდებული ევროპელი ქვეყნების ჩვენს წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ. მე მეორე ხარისხოვანს დაუძახებდი, რა ვიცი. მესამეს. იცი რა არის მშალფოს პრობლემა ის არის რომ პირველ ხარისხოვანი აღარ დარჩა ევროპაში. ხო, არა მე დავუშვათ მოცულობით რო ვთქვათ. მოცულობით შეიძლება. არა მე რატომ შევაიცი რომ ფაქტია და ჩვენ სრული სიამაყედ შეგვიძლია თქვა პოზიტივის ჩვენ ვიყავით პირველები. რომელს თქვით რომ ევროპა არ არის ის რაც თქვენ გონიათ. კი ეს ხილება იყო ჩვენ. და აი ძალიან მარტო რამეს ვამბობ რა რომ ჩვენ რატომაც მოგწონდა ევროპა ის ევროპა აღარ არსებობს. ხო. ძალიან ბევრი თემა რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვაღიარებთ. ხო, ანუ არ ვიმჩნევთ რაღაცებს, მაგრამ ნუ ესეა. პირველ რიგში აი ძალიან მარტივი მაგალითია რა. მე რადგანაც რუსულ რაღაცებს ვუყურებ, რაღაც პერიოდის განმავლობაში მოლდოველი მეგობრები მყავს. ყავს. კი. როგორი ქვეყანაა მოლდოვა? ევროპული? არა. და ეს ჩემი მოლდოველი მეგობრები არის ან ორი კატეგორიის მეგობრები მყავს. ყავს ანუ დასაბმელი პროევროპელები და დასაბმელი პრორუსები რა. ანუ შუა მყავს. ანუ ორივე მყავს. შესაბამისად ორივე ინფორმაციები მომდიოდა ამათგან.
მაგრამ რაღაც მომენტში ანუ ხო იცით ახლა ეს TikTok-ის ალგორითმი როგორ არის ანუ მეგობრები რო ყავს რადგან ერთ-ორჯერ ჩამიგდო ინფორმაცია რაღაც მომენტ ამოგიგდო რაღაცა გადაწყვეტა TikTok-მა რომ მე მოლდოვის ინფორმაცია მაინტერესებს რაღაც მომენტში აღმოაჩინა რომ იქაური ექსპერტები საუბრობდნენ ძალიან ჭკვიან ქვეყანაზე რომელიც რამაგრად იქცევა და საქართველოს რა თქმა უნდა ყველას მოველოდი საქართველოს გარდა ხო ვიცით ახლა რომ ჩვენ ახლა ეს ეროვნული ტრადიცია ყველაზე ცუდები ვართ, ყველაზე უშნოები ვართ, ყველაზე მაგრამ ქართველებთან გასაგებია რომ ლიბერალები ესაუბრა. მოვუსმინე და ტიპი ამბობდა რომ აი 2022 წლის მერე როცა დაიწყო ომი საქართველოს და მოლდოვას ჰქონდა არჩევანი მოქცეულიყვნენ საქართველოს მოიქცა 100 მოლდოვა მოიქცა 100 და რა კარგია რომ საქართველოსთვის ხო და ესე მოიქცა ანუ ტიპი ამბობდა რომ აი 4 წლის წინ საქართველოსა და მოლდოვას შორის განსხვავება თუ იყო ეკონომიკებს შორის პირობითად 30%, ეხლა 4 წლის შემდეგ სხვაობა არის 90% და ანუ ტიპი ამბობს პრაგმატული მოლდაველის სიტყვა ანუ ტიპი ამბობს რომ ასეც ხო შესაძლებელია რომ მოქცეულიყავით და მე მესმის რა შალვა რომ მოლდოვას ჭირდება რომ ახსნას ეს ყველაფერი საკუთარი მოსახლეობისთვის ახსნის არა მე რასვამ უყურე ანუ თანამედროვე ლიბერალურ ნარატივში არ აქვს მნიშვნელობა რასაკეთებს ქვეყანა თავი არის ნეიმინგი როცა შენ საქართველოს დაარქმევ დასახელება რომ ხო დასახელება სახელდება აი უფრო კარგი როდესაც შენ ამბობ რომ დემოკრატიის შუქურა საქართველოს შენს აუნჩეოს ეუბნები ანუ ეს შალცი სენდუჩი ქართული თემა არ არის ეს მოლდოვური თემა მოლდოვაში მაია სანდუ ეუბნება მისიანებს რომ აი ქართველები არიან პრორუსები, რატომღაც? რატომ უკეთესად ცხოვრობენ? და აი რაღაც ახლა ეკონომიკური აღმავლობა და რაღაცები ქონდათ, იმიტომ რომ აი პროსტა რუსებმა არა იმიტომ რომ პროსტა პრაგმატულები არღიეს ემბარგო მაგათ. ხო, ამიტომაც და ეს მათ მჭირდებათ. შესაბამისად მოლდოვის кейსი, ჩემი აზრით უფრო მაინც მოლდოვის кейსია. თუმცა მეორე ნაწილია უკვე იმედის ვარიანტი, იმიტომ ანუ ბატონო ვიცი რომ ევროსაბჭოში ანუ ევროპარლამენტში ევროკავშირი მე ანუ სულ სვამ ასეთ შეკითხვას ამ ტელევიზიიდანაც და ამ ეთერიდანაც ბევრჯერ მithkoms რატო გგონია რომ ჩვენ რო ვიყოთ ევროკავშირში სასწაულია ვიცი მაგრამ ვინმე რამე განსხვავებული პოზიციის ქონის უფლებას მოგცემენ რა თქმა უნდა არა მე რატო უფრო არ ეხლა ერთეთი უფრო ექნებათ ვიდრე ეხლა მე რატო ამბობ რა რომ ჩვენ ქართველებს გვაქვს ძალიან მაღალი თვით წარმოდგენა აბსოლუტურად არა მე ამას ვამბობ როგორც კარგი მხრივ მაგრამ მეორე მხრივ არის ცოტა შეუსაბამო გვაქვს ჩვენი ქვეყნის სიდიდიდან გამომდინარე არ უნდა ვიყოთ არა შესაბამისად ანუ მოდით ახლა ვართ ევროკავშირში და რაღაც თემები არის რაც ჩვენ არ მოგვიწონს აი მიგვაჩნია რომ ქართველებს გვაქვს სხვანაირი ხედვა აგერ ვიღაცებს მოერიunen და ანუ რუმინეთს მოერიunen ანუ მე ასომა ჩვენ ქართველებს მიგვაჩნია რომ აი ჩვენ ვერ მოგვერევით არა რასო რომ LGBT თემები არ მოგვწონს არა აქვს მნიშვნელობა კარგია ანუ ჩვენ ესე მიგვაჩნია ჩვენ ესე მიგვაჩნია გვაქვს თუ რამის უფლება როგორ არა გვაქვს რო გვაქვს აქ არ მე რატო გგონია ძალიან კარგი ვინმე მოგცემს ამის უფლებას და არა მართალია არ უნდა და მე რას ვამბობ ხვალ რო რაღაც სხვა სიგიჟე გახდეს მოდური ევროპაში მე რა უნდა იბატონ ჩვენი ბედკრული ოპოზიციაც აქტოა და დიდი დანაკლისი მოლდოვაში თუ არ ჩავალთ აი როგორ გითხრათ თვითფასო ტელევიზიის სახელით შეიძლება ვთქვათ რომ ვიცი რა ეს რა არის საინტერესო და რა არა და სად წასვლა რო აგვიგზავნონ რომ ეხავს და სად ვაფშე მოლდოვას ერთ-ერთი შეიძლება ამაზე გოგოები ყავს მაგიც არ არის პრობლემა მაგ ადგილია სადაც შეიძლება უკეთესად წასვლა და ერთი დიდი ადგილი არის კი ბატონო არ გინდა ეხა სახელები და რომ თუ გოგოებზე მიდგა საქმე მაგრამ ზოგადად არ დაგვეტყობა ეხა რა მოლდოვაში ჩვენ არ გავაშუქეთ რაღაც პროცესი აი ძალიან საინტერესო მოვლენაა იმიტომ რომ ის პროექტი რა პროექტის ხორციელდება საქართველოს მოუწევს როგორც ჩინეთთან ურთიერთობა ისე ევროპასთან ეს გარდაუვალია თუ შუადერეფანი განხორციელდეს ეს ისეთი გარდაუვალი მომენტია იმიტომ რომ ფუნქცია ამ შუადერეფის არის აი ამ ორ ცენტრის ერთმანეთთან დაკავშირება აქ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც პრინციპში ჩვენ ანალიზის აკლია ეს არის ის რომ თვითონ ევროკავშირში ევროპაში გამოჩნდნენ უამრავი პოლიტიკოსი რომელიც მილიტარიზმს და რუსეთთან ომზე არის ორიენტირებული ხო შემოусმინე
აი ავსტრიის იმპერატორი იყო ჰაბსბურგი, იმის შვილი არის კლაუს ჰაბსბურგი. რა אומר? აი ევროპას თან გავლენიანი ადამიანი ყოფილა ევროპაში, ავსტრიაში. ევროპის პოლიტიკურ სივრცეში, არა მარტო ავსტრიაში, აი ზოგადად გავლენიანი ტიპი ყოფილა. რას ამბობს? რომ ევროპა უნდა გაერთიანდეს რუსეთის წინააღმდეგ და რამდენჯერ უნდა აგემონ მარცხი ხლა რუსებმა მაგათ კონკრეტულად. ეს თუ მართლა ეს ბიუროკრატია იმისკენაა მიმართული, რომ სადაც 29 წლისთვის თუ რომელი წლისთვის თქვა გერმანიამ რომ საუკეთესო არმია ხო 39 წლისთვის თქვა რომ საუკეთესო არმია იყო. ცუდი თარიღია. სიმბოლურად ცუდი თარიღია. ხო ეყოლება და 45-ში აღარ ეყოლება. შეიძლება. ვენა ეხლა 80 წლის წინ არა იღეს რუსებმა? კი 80 წლის წინ იყო ვენა. ხო. 45 წელს ვენა და მე 15 წელი იყვნენ და მე გავიდნენ. 10. მან ხო და თუ მართლა ომისთვის ემზადება, ესე იგი შევხედოთ აი მათ პოზიციებიდან როგორ არის. ესენი ემზადებიან ომისთვის, არსებობს აღმოსავლეთ ევროპის გამყიდველი ელიტები, რომელიც თლაც სანდო არ არის, იქ რუსული გავლენები არის, ამიტომ ეს ელიტები უნდა მოვაშტოთ, ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი იმპერია და ამიტომ გამოდის ის რომ თუ ვიღაცა უბრალოდ წინააღმდეგობას გიწევს, არა რაღაც ისეთ ფუნდამენტურ საკითხს, არამედ უბრალოდ რაღაცა თუნდაც კულტურულ საკითხებზე, ხო? ესაც ავტომატურად აღიქმება როგორც შენი მტერი. აქედან გამომდინარე მე მგონია რომ ეს არის აბსოლუტურად ცდელობა, ეხლა რაც ხდება ევროკავშირში, პოლიტიკური ცენტრალიზაციის. ამ საკითხის გარშემო. არა მარტო ამ საკითხის, არამედ პოლიტიკური რესურსების ცენტრალიზაციას აპირებენ და არსებობს ქვეყნები და არსებობს პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამბობენ ჩვენ ამიტომ არ შევსულოთ ევროკავშირში. რუსებს ვეუბნოთ. დაუშვა. ბრიუსელმა ესე კარნახით და ესე იმით გვაუმოს რუსებთან. ყველაფერი შეგვიცვალოს და არა მარტო გვაუმოს, არამედ არჩევნების საშუალება არ მოხდეს. პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიების უფლებაც მოგვცემენ, უბრალოდ თვალ დახუჭავენ ამაზე, ხო? ანუ ის რაღაცა ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპები, რისთვისაც მე მინდოდა ევროკავშირის შესვლა, უცბად აღმოჩნდა, რომ ამ შესვლის პროცესში უნდა გავაუქმო. რაც მოლდოვის მაგალითია. რუსეთი დაპყრობილი იქნა მონღოლების მიერ, შემდეგ მოსკოვი დაპყრობილი იქნა პოლონელების მიერ. აღებული იქნა. დაპყრობა კი სხვა რაღაცაა. აიღეს და თავის მეფე დასვეს, რომელიც მე გამოყარეს თრუდიმიტრი. მე-16 საუკუნეში მე მგონი ხო თუ მე-17 საუკუნეში დამთავრდა მაგის მერე იმპერიად გადაკეთდა და რუსები შესულან პარიზში შეხარჩები ბატონი ბერლინში არაერგზის ვენაში ვარშავა საერთოდ პოლონეთი მაგათი გუბერნია იყო და ასე რომ არის რუსეთთან ომი მაინდა-მაინც მე ვერ მოუწოდებ რა თქმა უნდა ვერავის ხო მაგრამ დღის წესრიგში უკვე დგას ეგ ჩვენ ეს მოგწონს თუ არ მოგწონს ბიუჯეტებს გადახედეთ ევროკავშირის სახელმწიფოების მათ შორის გერმანიის გაიზარდა თავდაცვის ბიუჯეტი საგრძნობოდ ეს არა უბრალოდ რაღაცა მატება რატო გონიათ რომ გერმანიას რაღაც რო გაუზდი თავდაცვის ბიუჯეტი და ჯარს რო განუვითარებ ეს ყველაფერი ისე იქნება რომ ძველი რაღაცა ასოციაციები არ აღეზრებათ გერმანიას რა იმიტომ რომ რატო იცი მილიტარიზმს რო აწვევი იქ მარტო ტექნიკა ხო არ გინდა იქ საბრძოლო სულისკვეთება და ამით გერმანელების საბრძოლო სულისკვეთება ვიცით ჩვენ ესეც ვიცით ისაც შეეცვალა შეხედათ ის პროპაგანდასაც შეხედათ თუ კი აქამდე მულტიკულტურალიზმის პოსტერები იყო ეხლა არის თეთრკანიანი ჯარისკაცები არის პოსტერებზე და ანუ ბევრი რაღაცა იცვლება იქ თუმცა დემოგრაფიული პრობლემებია გერმანია ძალიან გამოუშვეს მაშინ ისიც დემოგრაფიული პრობლემები მნიშვნელოვანი პრობლემებია მაგრამ მოდი ისაც ვაღიაროთ რომ ამ ბიუჯეტით ამ რესურსებით მათ აქვთ საშუალება რომ საბრძოლო სულისკვეთება საჭიროა ხო არ ვიცი ხა ეგ პრობლემაა ნუ არა გამოსწორება წელი ჭირდება იმისთვის რომ რაღაცა ფორმაში ჩადგეს ეს 15 წელი მეორე მხარე რას აკეთებს ხო და მე ესე ხედავ მე ეგ რომ ხედავ ამ სიტუაციას რომ ეს 15 წელი მისთვის არის ცხელი კარების შექმნის ცდილობები რომ რუსეთი გააჩერა რომ სადღაც რუსეთი არ შევიდეს თლა და ევროპის სიღრმეში და იყოს აი ან სამხრეთით მიმართულებით ან სხვა მიმართულებით ეს სტრატეგია ჩემთვის გასაგებია შეიძლება არ მომწონს მაგრამ ლოგიკა ჩემთვის გასაგებია გაუგებარია თვითონ გერმანელების პოზიცია იმიტომ რომ არ ვიცი რა იქნება მოკლედ მან მართა სულისკვეთებაზეა საუბარი და იქ პრობლემა არის დიდი პრობლემა აქვს ჩვენს მეგობარ ქვეყანას იყო ესეთი გეოპოლიტიკოსი ჰაუსჰოფერი რომელიც მიიჩნევდა რომ აი გერმანიისა და რუსეთის
ერთად ყოფნა. არის კაი და დაპირისპირება არის ცუდი, მაგრამ ეს არასდროს არ შეისმინეს ამ ორმა, უფრო გერმანელებმა და და ამაზე ცხადია ყოველთვის პარაზიტირებს ამერიკა და ბრიტანეთი ყოველთვის. ამერიკა და და იმიტომ რომ ამ ორ ძალას რაღაც თუმცა ეს იყო აი პუტინის პერიოდში სანამ ის შროდერის ძმაკაცობა და სანამ ეს უფასო ეს რა ქვია ჩრდილოეთ ნაკადის იაფი გაზი როცა მე აუფეთქეს და ასე შემდეგ და ერთი სიტყვით ის პროექტი რაც ბაიდენის მართლა ისე ხო არა ეს ამერიკა ბაიდენი და ტრამპი კი ერთმანეთს უპირისპირდებიან მაინც რაღაც ამერიკული რასაც ჩვენ deep state ვეძახით იმისი თავები არიან ხო და იმას რო ჩაუჭრა ეხლა ასე ვთქვათ ამ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ეს Nord Stream-ი ხა ამას ეს არის რომ მე ვიბან ხელებს და აბა თქვენ მილიტარიზდით მე ანუ ამ შემთხვევაში ამერიკას უნდა რომ ერთის მხრივ ხელდაბანილიც იყოს რომ მე არაფერ შუაში არ ვარ და მეორე მხრივ რაღაცა მანქანებით რაზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა ჟანრში არის რომ ეს რაღაცა მილიტარიზდეს და თქვას რომ ამერიკა ალაგებს თქვათ აქ ჩინეთთან რაღაც რუსეთთანაც ცილობს მაგრამ ეს უკვე ევროპის მილიტარიზაცია ხდება ეს ერთი მომენტი და ჩვენს დასანქცირებაზე თუ იქ არ შეშვებაზეც მინდა ვთქვა უბრალოდ აი ხშირად გონია რომ რაღაცა ტიპის არ ვიცი ეს კარგია თუ რა არის უბრალოდ რაღაცა ტიპის ილუზიები რომელიც შეიძლება არსებობდეს რა აი ამას ურტყავენ უფრო და უფრო მძაფრად თუმცა მე მგონი მაინც ახლა ჩემგან შეიძლება გასაკვირი იყოს მაგრამ რაღაცა ტიპის ოპტიმიზმ ბრჭყალებში ვინარჩუნებ იმიტომ რომ ეს მაინც მგონია მათრახის და თაფლაკვერის პოლიტიკის მათრახის ნაწილი იმიტომ რომ იმათ აისურვეთ ეს ჩინეთი ევროპა დაკავშირებადობა მაგ მხრივ ჩვენ ვჭირდებით მაგას გავიგე მაგრამ მოლდოვაში რო არ ხო ეგ შეიძლება იყოს რაღაც საერთოდ ფეხებზე კიდია ხო ეგ გასაგები უბრალოდ არა აშფოთებულები ვართ მაგრამ როგორც იმ სანქციებმა ვერ დაგვაკლეს ვერაფერი რეალურად ინგლისის სანქციებმა ბრიტანეთს ეს ხო აი რაღაც უსუსურობა არის ხო უბრალოდ ის არის რომ მათრახი და თაფლაკვერის გათამაშება მგონია რომ მოლდოვა და განსაკუთრებით მისი პრეზიდენტი არის ჩვეულებრივი გუშია თუნდაც ევროპარლამენტის რაღაცა დაბალი დონის ევროპარლამენტარებისთვის. ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ არჩევნებში ევროპა დაეხმარა და ჩვეულებრივად გაუყალბეს და ევროპიდან მიიღო რაღაც ბოლოსკენ სასწაული ხმები 8 საათზე რო არჩევნები მთავრდებოდა და 7 საათზე რაღაცა სასწაული ხმები რომ მიიღო რომ მაგას დავიდავანებოთ ხო? ქვეყნის პრეზიდენტი რომელიც 4 ოქტომბერს ეგრეთ წოდებულ რევოლუციონერებს იქიდან მხარს უჭერდა და რაღაცა დემოკრატიაზე და მიზით და ადამიანის უფლებებზე. ой, მაიაო რო ყვიროდა სალმე. ეგ მანამდე იყო. კიდე ეგ მანამდე ეხლა ის მხარს უჭერდა იქიდან წარმოიდგინეთ ეხლა ანუ როგორც ჭირდებათ ისე ათამაშავენ რა თქმა უნდა ჩვეულებრივი თოჯინა საერთოდ პრობლემა არ და არ უნდა გვიკვირდეს რომ ეს იყო რომელიღაცა კონკრეტული მაგალითად ევროპარლამენტში რაღაცა დომინირებული ჯგუფის მოთხოვნა იდეა და იმან შეასრულა რა პრობლემა არც არაფერი ანუ მათი დამოკიდებულებები და არ მინდა გამომრჩეს მე ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები ეს გაყუჩებულები რო არიან ის არის სადღაც რაღაცა რო გაფაჩუნდება და მოდგებიან და ყველაფერზე რომ კომენტარს აკეთებენ ადამიანის უფლებებზე რომ დარღვევაზე რომ ეს არის ფუნდამენტური დარღვევა უფლებებისა რაც ჩვენ ნახეთ მაგალითად ევროპარლამენტში ანუ ეგენი რო საქმეს აფუჭებენ საქართველოში ეგრე ვერავინ ვერ გააფუჭებს ვერავინ ვერ მოინდომებს ხო ნებისმიერი ადამიანი რომელიც კიდევ რაღაცა ფორმით ფიქრობდა რომ აი ევროპაში რაღაც ადამიანის უფლებები უკეთესად არის დაცული სხვადასხვა ფუნდამენტური უფლებები ხო სიტყვის თავისუფლება რა ვიცი ყველა დღეს ხო წმუნდება რომ აი რასაც უნდა იმას აკეთებენ რა შუაშია უფლებები რა შუაშია ჩვენთან რომ აი მოდი ახლა შევადარებ მე მაგალითს მოვიყვარ ანუ ის პარლამენტში მაგალითად ევროპარლამენტში შინაგანა წესი ანუ მოქმედების რისი საშუალება აქვს მაგალითად იქ ჟურნალისტს და რისი საშუალება აქვს საქართველოში თუ გახსოვთ შარშან იყო თუ შარშანწი რაღაცა ეთიკის მინიმალური ნორმები დაიხვეწა და შეიცვალა და ზუსტად ეს პიროვნებები გადმომდგრები იყვნენ და დიქტატურაზე გველაპარაკებოდნენ თურმე საქართველოში და კარგი რიცია იცი რომ ვერც კი გავიგებდით მაგალითად იმედი რომ არ დაესანქცირებინათ ხო ვერც გავიგებდით
რამხელა განსხვავება ჩვენს დემოკრატიასა და იმათ დემოკრატიას შორის. უყურეთ რა ხდება რისი გულისთვის დასაჯის იმედი. ანუ ჩვენთან პარლამენტში ჟურნალისტს აქვს უფლება რომ სპონტანურად დაიწყოს მაგალითად ინტერვიუ. ჩართული კამერით მოვიდეს და გითხრას რაღაცა კომენტართან დაკავშირებით, დაგისვას კითხვა. თუ ეთქვი რომ მე თანახმა არ ვარ, მაშინ უკვე ის ვალდებულია რომ გამორთოს კამერა. თუ ეს წესი დაარღვია, ანუ სანქციის სახით, ადმინისტრაციული სანქციის სახით არის ერთთვიანი აკრედიტაციის შეწყვეტა. ოღონდ ეს არის კონკრეტულ ჟურნალისტზე. ეხლა იქ რა ხდება? იქ უნდა მიხვიდე, ჯერ უნდა უთხრა რომ სურვილი ხომ არ გექნებათ რაღაცა ასე შემდეგ და თუ უარი გაგიცხადა, ნუ უფლება არ გაქვს, რა თქმა უნდა. გააგრძელო. რა თქმა უნდა, ხო, უფლება არ გაქვს, რომ გააგრძელო. და ასეთ ვითარებაში იქ სანქცია არის 1 წელი. 1 წელი. უყურეთ ახლა თემა რა არის? რა შუაში იყო ტელეკომპანია საერთოდ? კონკრეტულ ჟურნალისტი არის. კონკრეტულმა ჟურნალისტმა, ჩვენთანაც ეგრე არის, კონკრეტულ ხო, ჟურნალისტი. რა თქმა უნდა, კონკრეტულმა ჟურნალისტმა, გაუშვა დაარღვია. ხო, დაარღვია. დაუშვათ. დაარღვია. რა შუაშია თლიანად ტელეკომპანიას უკრძალა? სხვა რომ არ გაუშვას. ხო, იმ ტელეკომპანიამ მაგიდო. რა თქმა უნდა. და რა თემაც ხო იცით რასთან იყო დაკავშირებული, რომ იუკნევიჩიანეს დახვდნენ დერეფანში და დაუსვეს კითხვა. ერთი ფაქტი დაგვისახელეთ, მაგალითად იმასთან დაკავშირებით ხომ მოითხოვდნენ სანქცია. რატო დაგვეძო სანქცია? რატო ვართ ჩვენ პროპაგანდისტები? რასაც ჩვენ არ უყარათ იმდენჯერ მისი გვარი არასწორად ვთქვით რომ ანუ ჩვენ რატო ვართ პროპაგანდისტები თუ შეგიძლიათ რომ ერთი ფაქტი დაგვისახელოთ? ხო, რატო? ანუ ეს როგორ გაბედეს, ამის გამო დაასანქციეს მთელი ტელევიზია. ხო წარმოგიდგენიათ? ანუ ჩვენთან რა ფორმით არის დახვეწილი კანონი და იმათთან რა ფორმით არის ეს კანონი როგორ მოქმედებს. თურმე ჩვენთან მისი აზრით და 1000 ბევრი არ არის ან კიდევ კარგი. მისნაირების აზრით ჩვენთან დემოკრატია არ არის. მათთან არის დემოკრატია. და ეს თურმე ჩვენთან რომ ერთი თვე შეგიძლია აკრედიტაცია შეუჩერო კონკრეტულ პირს ერთი თვე, მე განმეორების შემთხვევაში არის ჩვენთან 6 თვე და ასე შემდეგ სანქცია იზრდება. როგორც რა ვიცი, ნორმალური ცივილიზებულ საზოგადოებაში არის მიღებული. იქ არის ტელეკომპანიას უზღუდა. აკრედიტაციის წესი დაარღვია, ხო სისხლისამართლის დანაშაული ხო არ ჩაუდენია. და ერთი წელი ტელეკომპანიას უზღუდა. გძალავ რომ იქ შევიდეს. ხო წარმოგიდგენიათ რა ხდება. აი როგორ გვაძალებენ, ანუ ეხლა როგორც კი ეს სანქციებთან დაკავშირებით გაიჟღერა ამ კონკრეტულ სანქციებს, რიგი დადგა ჩვენი ოპოზიციონერებისა, რომ ყველა საითაოდ იბრალებს ჩვენი დამსახურება, ჩვენი დამსახურებაა და ასე შემდეგ. ეს ამ კვირის სიგიჟე ეგ იქნება. ეს შემდეგ კვირაში აღარ ემახსოვრება თო. ემახსოვრებათ, არ ემახსოვრებათ, რაღაც ამიშელობა. ანუ თემა რა არის, იცი რომ ეს ხალხი პირდაპირ გვიცხადებს, რომ ჩვენ ქართულ საზოგადოებასთან ნუ ვერ ვლაგდებით არანაირი არ გამოგვდის არაფერი, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ რომ აი მაგალითად საზოგადოებრივ ჩვენი მხარდამჭერების ზეწოლით აქ რაღაცნაირად სიტუაცია აურიო და დავზოვო. რა არის შენი დამსახურება? ანუ უსამართლობა ჯერ ერთი რომ მე მაყურებინებ როგორ უსამართლოდ იქცევა მაგალითად ევროპარლამენტის რაღაცა კონკრეტული ჯგუფი რომელიც არის თქვენი მეგობრები და ასე შემდეგ კონკრეტული ქვეყნები მე ამას მაყურებინებ ეს არის ჩემთვის დიდი უსამართლობა არა როგორც ხელისუფლების მხარდამჭერისთვის არამედ როგორც თქვა ნებისმიერ ნორმალური ადამიანისთვის რანაირად შეიძლება კაცო მე მეძახდე რომ შენთან დემოკრატია არ არის აკრედიტაციის წესებს როგორც სული და თურმე იქ სასწაულები ხდება იქ როცა აქ ოპოზიციური არხებია ოპოზიციონერი ბლოგერებია და იქ კიდე საერთოდ არ არის ეგ მოლდოვაში და უკრაინაში ორი ტელევიზია ორივე სახელმწიფო კუთვნილება როა სახელმწიფო დარჩენ ყველა აკრძალეს ეს ხალხი ჩვენ გვეუბნებიან თურმე ჩვენთან როგორი დიქტატურაა მე ჩვეულებრივ ადამიანს ეს ყველაფერი დავინახე ეს უსამართლობაზე მოდის და შენ ამაზე მეუბნები ისინი შენი მეგობრები არიან მათი ხელშეწყობით უნდა მოხვიდე ხელისუფლებაში მათივე ხელშეწყობით უნდა მართო და ასე შემდეგ ანუ მე მიშდება უკვე კიდევ აქამდე რომ სხვანაირად გიყურებდი როგორც ოპოზიციას კიდევ კითხვის ნიშნები მიჩნდება შენთან მიმართებაში ეს არის არასწორი დამოკიდებულება არ დავარქვათ ამას რაღაცა ჩაგვრის ფორმის სხვა ახალი ფორმის როგორი გამომჟღავნებაა იცით რომ კიდევ გვემუქრებიან იქ ზოგიერთი ის რა ქვია ევროპარლამენტარი ძახს რომ ჯერ ეს არ არის უკეთ ჯერ კიდე რა ქვია ანუ
არასწორად, უკანონოდ ყოველგვარი წესის რიგის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით გსჯიან პოლიტიკური ნიშნით და კიდევ თან გვემუქრებიან. ეს თურმე ყოფილა დემოკრატია. ეხლა ამას ხო ჩვეულებრივი ადამიანი, ჩვეულებრივი მოკვდავი მიხვდება და აღიქვამს, რომ ეს არ შეიძლება. წეგან ახლა რო არ გამოგჩეს ძალის დატანებასთან დაკავშირებით რა. ერთი კარგი ფაქტი იყო პოლონეთში, რაც მოხდა 2 დღის წინ. აქამდე ჩვენც გაგვიჩღერებია ევროკავშირის სასამართლომ რომ მიიღო გადაწყვეტილება და პოლონეთს რო დაავალა, რომ ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ, სადაც ნათქვამი იყო, რომ თუ მაგალითად გერმანიაში იქორწინეს პოლონელმა წყვილებმა, შენ უნდა აღიარო. ზუსტად 2 დღის წინ უკვე აღიარა პოლონეთმა. პოლონეთმა კაცო. დიახ ბატონო, ზუსტად. გაუგებარია. ჩვენ რომ პოლონეთი ძალიან ღრმა კათოლიკური ქვეყანაა. კი ბატონო, კათოლიკური ქვეყანაა და ამ 2 დღის განმავლობაში რაღაცა განსაკუთრებული რა მოხდა? მოძრაობა, ანუ იქაური საზოგადოებაში რაღაცა მაინდამაინც არ ჩანს. ეგრე გაუკეთეს შალვა საბერძნეთს. და ეს ეხლა შეიძლება ვიღაცამ შეიძლება აღიქვას იქაც და აქაც ვიღაცამ თქვას, რომ მე რა მოხდა ეს რომ ერთსქესიანთა ქორწინება არ დაუშვა პოლონეთმა. ეს იყო პირველი ნაბიჯი. იქ იქორწინეს და ჩამოვიდნენ და შენ ვარდებული ხარ აღიარო და უკვე თან პრეცედენტი აღიარე. ოჯახად, ასე რომ წავლენ ახლა სხვა ქვეყანაში იქორწინებენ, ჩამოვლენ და გაგიხდება ერთი ოჯახი 1000 ოჯახი და მე 10000 და მე უკვე შემდეგი ნაბიჯი ჩვეულებრივად არის ერთს რა თქმა უნდა ოვერტონის ფანჯარა შემოუღეს პატარა და გავალდებულებენ და იმასაც ისე გაგაკეთებინებენ როგორც გაგაკეთებინეს ეს არ გამოვა ეს არ გამოვიყოთ ევროკავშირში რა იქნებოდა ჩვეულებრივად მარტივად შეუსრულეს და განსაკუთრებით აბა დააკვირდით ისეთ ქვეყნებს აწვევიან სადაც რაღაცა მაღალ დონეზე არის აყვანილი სარწმუნოება პოლონეთში ყოველდღე მილიონს იხდის საბერძნეთი უნგრეთსაც ხო ნახეთ წინა გადაცემებში გაცილო უნგრეთი და აგერ საქართველო რომელსაც რა თქმა უნდა რომელსაც ეხლავე ცდილობენ ჯერ ხო წევრი არ ვარ და იმ დონეზე გვატყუებენ ანუ იქ კიდე წევრები არიან და სხვა რაღაცა ფორმით ჩვენ იმ დონეზე ცდილობენ შეგვისურვო მეუბნები აი არ მიგიღ არც გვიღებენ მაგრამ არ მიგიღებ ჩვენ საკონსტიტუციაში გვიწერია იმიტომ მე ვერ წარმოგენა ესეთი რასკლადი რომ პარლამენტში 3/4 იყოს ამის მოსურნე აიგეთ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა შალვა იმიტომ უნდა გავიგე მაგრამ 3/4 მაშინ დაღუპულ ვარ და ეგ არის მაშინ მოიცა აბა 3/4 უნგრეთში ხო ეგრე არის საკონსტიტუციო უმრავლესობა უნგრეთში რატომ მიულოცეს მაგალითად უნგრეთში არ არის არა ერთი წუთი პარლამენტში არა მადიარს რატომ მიულოცეს ერთპარტიული უმრავლესობა იქ თურმე ეს დემოკრატიული აი იქ საკონსტიტუციო უმრავლესობა რა თქმა უნდა აი იქ არის დღის წესრიგის თურმე ეს დემოკრატია ყოფილა ჩვენთან არა ჩვენთან თურმე არ შეიძლება ეს როგორც აწყობთ ისე ლაპარაკობენ და ისე ჭიქჭიქებენ იმიტომ უნდა შეგიცვალოთ ეს კოალიციური ეგრეთ წოდებული ძალები რატომ უნდა მოიყვანონ ხელისუფლებაში ანუ 51 ანუ ისინი იმიტომ რომ მოიყვანონ იმ შენს არა ნახოთ რა 3/4 საქართველოს პარლამენტის წევრი თუ ამას ვიცეს ხმას 3/4 კი არა კი არა და ხო როგორც არის არა ვერ ხედავ როცა ეკითხები ესეთ თემებზე ამ ოპოზიციას გარბის კუდამოძეები მათი მცდელობები ეგელაპარაკები ევრობიუროკრატების მცდელობები ეხა ამათ არა იმათ უნდათ რომ შეგიცვალონ აი ეს შენი კონსტიტუცია და მე გაგაკეთებინონ ის რაც უნდა გააკეთებინონ სხვებს ახლა დასასრულისათვის აგერ ხვალ არის 17 მაისი კი ბატონო ზვირფასო ტელემაყურებლებო. და აი ნახოთ და ჩვენ 17 მაისს აი ყველას მოგიწოდებთ რომ გამოხვიდეთ ალბათ რა ვიცი თქვენ ქალაქებში რომ თბილისში შეიძლება ჩავაგზავნოთ ბატონო. თბილისში და დავანახოთ აი ამ ევრობიუროკრატებს საზოგადოების მცირე მაგრამ სამწუხაროდ რაღაცა იმ ნაწილს რომ საქართველოში ეს ვერასოდეს ვერ მოხდა. რა არის მთავარი ღირებულება საქართველოს? ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის რა თქმა უნდა სარწმუნოება ენა მამული სარწმუნოება ენა ადამიანის რა თქმა უნდა ადამიანის უფლებები ის ადამიანის უფლებებია რასაც ჩვენ იმათვის თურმე მისაღებია რომ ტელევიზია შეგიძლია დაასანქცირო ჟურნალისტი რაღაცა ანუ ძალმომრეობით გააკეთო ყველა ჩვენთან ესეთი რამე არ ხდება ამ ყველაფერს რასაც თვითონ აშავებენ იმიტომ რომ გვაბრალებენ
შესაბამისად ამ ხალხს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ დემოკრატები ვართ, უმეტესი ჩვენ ვართ. ქართველებიც ვართ და ყველაზე კარგი სახელმწიფო გვაქვს თელს უერთდები და ახალი პატრიარქი წარუძღვება. რა თქმა უნდა, ახალი პატრიარქი ამ ხალხს და იყოს ბევრი. ასევე იქნებიან სტუმრები, ჩამოსული სტუმრები, ვინც ინტრონიზაციასთან დაკავშირებით იყვნენ მოწვეულები და მათთან ერთად დავანახოთ, რომ 17 მაისი ჩვენთვის არის უძვირფასესი დღე. დღესასწაული არის. მოკლედ, მეგობრებო, დიდი მადლობა რომ გიყურეთ. ჩვენ ერთმანეთს მომავალ შაბათს შევხვდებით.